ქარაგმა ქრონიკონის კენტი და ლუწი მაგრამ არიცი ჩვენმა ქალაქმა რა სურათები მოხარგა უწინ ხარფუხში ვართ დიდი ქართველი პოეტის იოსებ გრიშაშვილის საწერ მაგიდასთან სადაც ალბათ ერთ-ერთი ბოლო საწერი მაგიდა არის რომ ახალგაზრდობაში არ მგონია ასეთი კაი მაგიდა ქონოდა სადაც მოუხდებოდა იქ წერდა ძირთად მოხლის თავზე როგორც თვითონ ამბობს იმ კოჭორი მოხლის თავზე რომლითაც გაითქვა ასე რომ თქვა სახელი ბავშვობიდანვე ქუჩაში საცნობი შეიქნა დაბადებით კოჭლი იყო იოსებ გრიშაშვილი მამულაშვილი იყო ერთი ძველ თბილისელი ყარაჩოღელი არეული კაცის შვილი ამ კაცს ერქვა ცაცია გრიშა ცაცია გრიშა იყო ყარაჩოღელი როგორც გრიშაშვილს აქვს თავის ლექსში და გვარით ფსევდონიმი ლიტერატურული მამის სიყვარულით არის და მამისგან არის რა თქმა უნდა მოუწესრიგებელი არეული ცხოვრება ქონდა თავისუფალი კაცის ცხოვრება და ეს უბანიცა და ამ კაცის სახელი და გვარის იოსებ გრიშაშვილისა ძალიან განსაკუთრებულია თბილისისთვის გრიშაშვილს ერთი ადამიანია ვისგანაც ვიცით ჩვენის თბილისი რომლის ფერებზეც სულ ლაპარაკობდა რომლის გარემოზეც სულ ლაპარაკობდა ამის ჩამოთვლა ახლა საჭიროც არ არის იმიტომ რომ ცნობილია ყველასთვის როგორ შემოდის ჩვენში თქვა თბილისი და აი რასაც ეძახიან ეს სიტყვა არ არის დიდად სწორი სიტყვა მაგრამ ჩვენთან დამკვიდრებული კოლორი და რო ფერი ქალაქის ფერი ეს ფერები ჩვენ გვაქვს გრიშაშვილისგან იმიტომ რომ სამწუხაროდ ისე მოხდა რომ ორგანიზებულად სიყვარულით ცოდნით და პირადი გამოცდილებით გრიშაშვილის გარდა თბილისზე არავის არასდროს არაფერი არ დაუწერია ჯერ თქვა საიათნოვა არის ცნობილი წიგნი მაგრამ უფრო ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი და მთლად თბილისური არის ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა ესეთი წიგნი რომელიც 1927 წელს გამოვიდა აი კომუნისტების შემოსვლიდან უკვე ესეთი რა ქვია პირველი 5-6 წელია გასული და ამ დროს უკვე გრიშაშვილი გადასულია ქალაქის კვლევაზე მისი პოეტობა ასე რომ ვთქვათ ჩავლილი არ არის მაგრამ მიდის იმისკენ რომ წელიწადში ერთხელ თავის ლექსს დაწეროს თვითონაც ეზიზღებოდა და ამით ვალსიხდი და რაღაც მაგრამ ის ძალიან იკოლევდა სიცოცხლის ავის მეორე ნახევარში თბილისს აგროვებდა ყველაფერს ავის მე რაც თავარია ის იყო იშვიათი ადამიანი როგორც მაშინ იტყოდნენ თბილისის დაბალი ფენებიდან დაბალი ანუ უბრალო ხალხი როგორც ჩვენ ვეთქვი იქიდან ეს იცოდა გულისგული და მთლიანად ჰქონდა ეს ცხოვრება გავლილი ამ ბანში მაგას არც იოსებს არც სოსოს არავინ არ ეძახდა ბავშვების ქუჩის სახელს ფირუზას ხოდა ასე იყო თავიდან ფირუზა. საერთოდ თბილისი მეტსახელების ქალაქი ხა ეს მეტსახელები მე გაუფერდა უფრო და იყო 700 პუშკინა და 1400 ჩორტიკა და ეს და ასე შემდეგ რა ქვია. რაც საკმაოდ მომაბეზრებელი იყო, მაგრამ სამაგერს ასე იყო და ასე ყველაფერი მარტივდება მოგეხსენებათ თანდათან. აი ძველი თბილისი გრიშაშვილის დროის თბილისი ისეთი იყო რომ ორი ერთნაირი ზედმეტსახელი არ არსებობდა რა ქვია. მithumetes აქ ამ უბანში სადაც ყველას იცნობდნენ მეტსახელად და საერთოდ საცნობი კაცი თბილისში გვარით და სახელით არ იყო მეტსახელით და მეტსახელს ხშირად რაღაც აქციელი უკავშირდებოდა ან პროფესია თქვა რა თქმა უნდა აქციელი ჯობდა აი პროფესიითაც იყო რა ქვია ან გარეგნული რაღაცა როგორ თქვა კაჭალი სტეფანე იყო მაგარი ყარაჩოღელი რომელსაც თავზე აგურები დაემსხვრა და ამ კაჭალ თავზე ამით იყო სახელგანთქმული ვინაღა ღორეკოლა რა ვიცი 1000-ნაირი ესეთი მე ჩვენთან ხო ბევრია სპარსული ოსმალური რა ქვია ესა ქარაფქანდოვა ეს ნიშნავს ესე კლდეების მჭამელი დამფშნელი ესე ღონიერ მუშტებიანი ყარაჩოღი რომ მოუჩი მას გაგუნავს ხო იცი როგორც არის რა ეს ნავარჯიშები ხალხი ცხოვრებით ნავარჯიშები ხალხია ჯიმების და იმას გარეთ რა ასეთ გარემოში გაზრდი უბრალო ხალხი ყოველდღიური შრომა გათენებამდე ადგომა და დამნელებისთანავე დაძინება ეს არის თქვა აი ეს ადგილი რომელსაც ქვია ხარფუხი როგორც ძალიან ბევრი ადგილი თბილისში ოდესღაც იყო სოფელი რა ქვია ჩვენ ვიცით რა თბილისს ადრე თუ გვიან შეუერთდა რაღაც სოფლები და დღეს ქვია ასე რომ თქვა შვეიცკი ადგილი შვეიცკი უბნებიც კი იყო მინდვრები ბოსტნები
ну ასე წლის, მაგრამ ამათში სხვაობა ის არის, ზოგი ძალიან ადრე შეუერთდა და ზოგი ძალიან გვიან შეუერთდა, თქვა. ზოგი მეორე მსოფლიო ომის და ზოგი 1800 პირველ წელს. ხარფუხი ეს იყო, აქ სოფელი. სოფელი იყო და თავისუფლად თბილისის გარშემო იყო სოფლები, რომლებიც სახელდახელოდ იქონებოდა, იმიტომ რომ შორეულ სოფლებში ლეკებისგან ძალიან წუხდებოდნენ ადამიანები. მაგალითად, როგორც არის სვანეთის უბანი. ჩვენ სვანებთან არანაირი კავშირი, ქართლში სოფელია სვანეთი და შეაწუხეს იქ ლეკებმა და იმასქეს და აიყარენ და მოვიდნენ თბილისის ახლოს, სადაც დაცულობა მეტიო. ასეთივე სოფელია ხარფუხიც, სადაც იყო წყალასყურელი გლეხები მოვიდნენ და დასახლდნენ აქ. ეს არის მე-18 საუკუნის, აი ერეკლეს დრო არის. არ იყო დიდი სოფელი, მაგრამ თბილისთან ძალიან ახლო გამოდგა იმ ძველ რასაც ქვია. წინაზე ვამბობდი, თბილისი რა არის? თბილისი არის აი აბანოები და ამის ამოგრძელებაზე სეიდაბადი და კალადა გადაღმა ის არის. ეს ხარფუხი ახლო იყო ძალიან. ახლო რახან იყო შესაბამისად მეტი კონტაქტი ჰქონდა თბილისთან და ისე გამოვიდა რომ დღეს დაკარგული სახელი სეიდაბადი რაც ქვია იმ ძველ თბილისს რომ ამ სეიდაბადმა თავის დროზე თბილისი ამოაგდო და მე სეიდაბადი ამოაგდო ხარფუხმა. ანუ ისიც შეიერთა ესე იგი სოფელი ესე გემრიელთ მიერთო ქალაქს, მაგრამ ქალაქში არ შედიოდა მე-19 საუკუნეში. თბილისის მაზრის სოფელი იყო, მაგრამ ამას იყენებდნენ კარგად. თლად ქალაქი არ იყო. იყენებდნენ ესეთი ადამიანები, კანონის გვერდის ამბავი უყარს. ქალაქი არ იყო, შესაბამისად ქალაქის საპოლიციო კონტროლი როგორც იყო და თბილისში დაწესებული, ხო, ის აქ არ შემოდი, ანუ ქალაქში იყო, მაგრამ ქალაქი არ იყო და არავინ ამოწმებდა ამას დიდად არ ებრძოდა. ამიტომ იქ მოხსენებები არ აქვია მთავარმართებლების სახელზე, რომ ეს პატარა ადგილი, სადაც 33 კომლი ცხოვრობს, ნამდვილი ბუდი არის კონტრაბანდისტების ყაჩაღი. აქ ხალხი თავისუფლად გზნობს თავს და ნაბიჯს ჩამოდგამ და აბანოებთან ხარ თბილისში მთავარი ადგილი ეგ არის, გამოყოლ სალაყბოზე ვაჭრობა მოპარო. ყველაფერი ეგ ხდება. ესეთი ადგილი იყო, ამიტომ გადაწყვიტეს და ხარფუხი შეუერთეს პირდაპირ ბრძანებით თბილისს და ის გახდა ერთი უბანი და ისე მშვენივრად რა ქვია შეიწოვა ეს ძველი თბილისი, რასაც ქვია სეიდაბადი, რომელსაც ჩვენ დღეს აღარ ვახსენებთ ამ სახელს. ასეთი უბანი იყო. სახელი ხარფუხი საიდან მოდის? აქედან გადაღმა იყო შინდისზე გზა, მაშინ გზები ცოტა ესე იყო სხვანაირად რა. ამ შუა გზაზე ყოფილიყო ერთი კედელი, ანუ სახატე ნიშა, ასე რომ ვთქვა და იქ ესვენა რაღაც ხატი, რისი რომელიც მინდანის, რისი არ ვიცით, მაგრამ ხალხი ეძახდა ამას საკურნავ სურდოსგან და გაციებისგან საკურნავ ხატს და დიდად საიმედო ხატს ამ ხრივ, ისე რომ ბავშვები აყავდათ გუნდ-გუნდ, როცა თბილისში რაღაც გაციებების და გრიპების რა ქვია ზამთარ დაიწყებოდა, აქ ამოდიოდნენ. სომხურად ხარბუხ თვითონ გრიშაშვილი გვიწევს, ეს არის სურდო. შესაბამისად ადგილს, რომელიც უნდა გაევლოთ მათი მხატამდე, ასე მოიხსენებდა ბევრი. რა ქვია და შემორჩა ეს სახელი. მანამდე რო თქვა წალასყური ერთხო არ ვიცი. ადგილი იყო, სადაც ეს გლეხები მოვიდნენ და დასახლდნენ, მაგრამ გრიშაშვილი რო დაიბადა, იმ დროისთვის ეს იყო ქალაქის აი დაბალი ფენების ნამდვილი გული და ყველაზე ესეთი რაც კი ჩვენ წარმოგვიდგენია რომ აი ხასიათები, ტიპაჟები, ადამიანები რომ ნახოთ იმ დროის თქვა იგი ყარაჩოღელები, კინტოები, ყველანი აი აქ რა ქვია ეს იყო სამაგალითო ამ აქედან იწყებოდა. იქ დაბლაკი მოედანი და მეიდანი, მაგრამ აქ ცხოვრება და რა ქვია როგორც თქვა თბილისში იყო უბანი. აი ეს ცნება, ეს გაგება რა ქვია, აქ იყო თბილისი საერთოდ უბნების ქალაქი იყო და მერე და მერე რა თქმა უნდა კომუნისტების დროს და როცა ეს ახალი სუბკულტურები გაჩნდა ახალგაზრდები უბნებს შორის დაპირისპირება ის, მაგრამ იყო რა ქვია მანამდეც იყო თბილისში ეს რა თქმა უნდა არ იყო იმაზე ჩემ ქუჩაზე რატო გამოიარე, ამაზე არ იყო როგორც მოგვიანებით, მაგრამ როცა ქალაქი გაიყოფოდა ხოლმე რაღაც გამო უბნები ასე სწორად იყო გაღმა გამოღმა, დაბლა მაღლა, გამყოფი ხშირად იყო ძალიან უცნაური, ზოგჯერ იყო რა ქვია მდინარე, იმიტომ რომ ისანი ანუ ავლაბარი მაინც გადმოღმა იყო, მე იქ ახალი უბანი აქედან გარეთ უბანში ჩუღურეთს მიაბამდნენ ხო, მოკეთ ეს საზღვრები იყო უცნაური ასე რომ ვთქვა სამტრო საზღვრები, მაგრამ ამას მაინც მაშინ განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა. გრიშაშვილი რომ აი თავის წიგნს წერდა აი ძველი თბილისის ლიტერატურულ ბოჰემა, მაგ დროს სწორედ აიკვდებოდა და საბოლოოდ ისპობოდა რა ქვია ის ძველი თბილისი, რომელშიც ის გაიზარდა. კი
რჩებოდა ყოფილ, რჩებოდა სახლები, იმიტომ რომ კომუნისტები მოგეხსენებათ სახლების შენება ძალიან გვიან დაიწყეს და ადამიანი, ანუ ძველი თბილისი გარეგნულად დიდხანს იყო ძველი, ასე რომ ვთქვა, ხო და მაგრამ შინაგანად ის ძალიან იცვლებოდა იმ პოლიტიკის და იმის გამო, რომელსაც მისდევდა, იქ ისპობოდა, ხო, ყველაფერი სხვანაირი წყობა იყო, სხვანაირი. ყველაფერი ეს მარტო იმიტომ არ იყო, რა ქვია, რომ როგორ ვთქვა, თბილისი კი იყო ფაბრიკები, ქარხნები, მაგრამ ეს არ იყო ის ფაბრიკები და ქარხნები, რაც დიდ ქალაქს, ასე ვთქვათ, იერს აძლევს და ეს მუშურ ცხოვრებას, რაც მაშინ მნიშვნელოვანი იყო, რა ქვია, მართველი ძალის. ეს მაინც არ იყო თბილისში მუშა ჯერ ესე თბილისში ერქვა მტვირთავს დიდხანს, ხო, და რაღაცის გადამზიდავს. მე გამოვიდა, რომ ეს პირველი ფაბრიკა 2-3 რომ გაჩნდა თბილისის რკინიგზის სახელოსნები, იქ მომუშავე ხალხსაც დაერქვა მუშა, იმიტომ რომ მუშაობდნენ. მუშა თბილისურად არის მტვირთავი, ასე რომ ვთქვა. ამიტომ უფრო ეს ძალა, რასაც რაშიც მუშობას მოელოდა, თქვა, ხელსო ეს იყო ხელოსნებში, მაგრამ ხელოსნობა კერძო საქმეა, ვიწრო საქმეა, საამქრო საქმე, რაც მთლიანად ეწინააღმდეგება ახალ წყობას. ბევრი რამე იცვლება, როგორც აგერიშაშვილი თავის ასე მართლა გამოსათხოვარ ლექსში ამბობს, დუმბო და ზილი შეცვალა რკინამ, რა ქვია. ხა არ მარტოდ რა დუმბო და ზილიცა, ეს ხმებია და ქარხნის საყვირს, ესე იგი, აი თბილისის გარეუბნებში ქარხნის საყვირი ცვლის, რა ქვია. სამუსიკო ხმას, ეკლესიის ზარების ხმას, ეს დრამა ბოლოს რო სევდა აღწევს თავად, ის სამსაიო პარმაღზე წევარ გულაღმაო, ეს არის თბილისში ცხოვრების წესი ზაფხულში. მერეც როცა ის აივნიანი გახდა და მანამდეც როცა, რა ქვია, ის იყო ბანებიანი ქალაქი, ხალხს ბანზე ეძინა. ზაფხულში ეს იყო, რა ქვია, ეს უბნები იყო, მე რატომღაც დაარქვეს ამას იტალიური ეზოები, თუმცა საერთოდ სხვა რაღაცაა და იტალიასთან კავშირი არ აქვს, მაგრამ აი ეს როგორ ვთქვათ, ეს ერთობა ძალიან ღია იყო ძველ თბილისში, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ბანებიდან აივნებში შევიდა ქალაქი, რა ქვია, მაინც ეს უფრო ღია იყო, იმიტომ რომ ზაფხულის ქალაქი იყო და ზაფხულს გვიან შემოდგომამდე იყენებდა ძალიან კარგად ადამიანები ბანზე რო ცხოვრობენ, მეზობელმა რო იცის შენ რომ ბანზე საჭმელს აკეთებ, იმის სურნელი მოდის ქარს მიაკმო, ეს ყველაფერი ძალიან ცნობადი, დათვლილი და ჯერ კიდე როგორ გითხრათ, თბილისი სულ არ იყო აი ესეთი, რა ქვია, აი ფერების თბილისი, უკვე ცოტა რომ თავისუფლება რომ მიიღო და მოსახლეობა მიმატა. აი რუსების ახალი შემოზე 20 წლის შემოსვლის და ეს ხო იყო ითვლებოდა რომ მკვდარი ქალაქი, სამხედრო ფორტი, აი ბარათაშვილი როგორ იწერს და ერთი გასართობი არაფერი არა, პირველი ბიბლიოთეკა რო ჩდება რაღაცა 20 წიგნი რო დეებს და წარვეთ წყალისპირს, თავარი გასართობი არის წყალისპირს წასვლა და სევდიანი კაცისთვის ალბათ მარტო სეირნობა და მოკეიფე ხალხი როგორც ბიძამისი იქ მაშხალებით და დილა აი ეს მტკვრის პირი იყო მთავარი რა ასე რომ ვთქვათ გასართობი არაფერი თბილისში იყო აი ეს ჩვენ გვაქვს რომ დიდი დუქნური კულტურა აქვს თბილისში მაგრამ მაშინ არ იყო ეს დუქნები საერთოდ არ იყო დუქნებიც მერე მოვიდა 50-იანი წლების მერე როცა გათავისუფლდა რუსეთის იმპერიაში ყმობა ისა და იმან თუ იყო პატარა დუქნები და ჩაიხანები ასე რომ ვთქვათ ყავახანები თბილისში ბევრი ესეც იგივე დუქანია მაგრამ ის კულტურა არ არის ფიროსმანი რასაც ხატავს იმაზე ბევრად მარტივია და იშვიათი შესაძლოა გრიშაშვილი აი ამ ყველაფრის შიგნიდან შემგრძნები და მნახველი კაცი გულაღმა რო წევხა ვარსკვლავებს რო უყურებ აი ესეთ გერმანელი მოგზაური პოეტი რა ვიცი მწერალი ყველაფერი იყო ბოდენშტატი თბილისში 3 წელი იცხოვრა სწავლა მასაკს აზერბაიჯანელის პოეტთან მირზა შაფის ისტორია მთელი ამება ბოდენშტატს აქვს ესეთი აღწერილი ესეთი სურათი როგორ წევს ბანზე რო გოგონა წევს რა ქვია ქალიშვილი ქალი ასე რომ თქვა ჩვენებურად და ნაკეიფარი შეყვარებული რომ ამოივლის ქვემოდან ხა სიბნელია ქალაქში თქვით რომ თბილისში ბევრი ჭრაქებია და ქვემოდან ეძახის ეს რამეს უბედავს ეძახის და იმას წინს როს ნასვამი მოვიდა მოხვედა თან მეზო ყველას ბანზე ძინავს გარშემო 10 ნაბიჯი მეტი ეს ყველას ესმის რა თქმა უნდა მაგრამ არის გატრონულები ეს ტაქტი არის ხო და ეს ეუბნება რომ არაო იმით ჩენი სიყვარული დავთვერი როგორც არის ჩვენთან რა ეს ძველი გაწვეთილი ახლა უკვე გაწვეთილი და თხოვს რომ ბალიში გადმომიგდებ რომ აი აქ დაბლა დავიძინებ რომ დილა რა თქმა უნდა ეს რომანტიკული არ იქნება რომ გააგდებენ ციხლის წემ ასე იქნება მაგრამ ეს სურათები ვარსკვლავებიანი ცაის ეს ქრება ხალხი შედის რა ქვია ის
ბინებში და იქ არის გრიშაშვილმა რა გააკეთა მაგარი გრიშაშვილმა გააკეთა მაგარი როგორი შეგრძნებაც ქონა ამ ქალაქის და რაც მას მიაჩნდა მთავარი სწორედ აი ამ ასე რომ ვთქვათ დაბალ თბილისში ასე ეძახდნენ მაგეთი თავისთავად დაბალი ხალხი რა ხანს ის ყველაფერი ძალიან ზუსტად და სამუდამოდ შეია ეს რო არ ყოფილიყო იქნებოდა ყველაფერი სამარჩიელო კი უამრავი მოგონებები რა ვიცი მე ქიშმიშევის წიგნი ბებუთოვის წიგნი მელიქიშვილის უამრავი მოგონებებია მაგრამ ანსე მოცემული აი ეს თამაში აქვს მარტო გრიშაშვილს და აქვს აი ეს სიყვარული უწერია ესეთი რაღაც მე ენა ამ ადამიანების სხვანაირა მაგრამ გრიშაშვილს უწერია რომ თბილისი რო აღწერო დაახლოებით ასე უწერია გინდაო კრიტიკოს ზუნდაო რა ქვია დოსტაქრის სკალპელიო ზუსტი დოსტაქრის სტამპელი რო ჩვენი ქვეყნის აი თბილისის გულსო ჩვენი ქვეყნის ყოფაო კარგად შეანაზუქოს ეს უნდა გაიგვეხა შეანაზუქოს არის გაფერადება როგორც ნაზუქს აფერადება მეტყველებაც სხვა არის აი ამ ეს არის სხვა დამოკიდება რა თქმა უნდა თბილისს არსებობს 2-ც 3-ც 4-ც 5-ც მაგრამ აი ეს გრიშაშვილის თბილისი არის რომელიც ყველა ალბათ ყველაზე ცოცხალი იყო იმ ხრივ რომ ყველაზე უფრო კავშირი ქონდა იმ ძველ თბილისთან რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა და იყო ასე ეს თული ქალაქი იყო ადრეც ვამბობ ეს არ იყო იულის საცხოვრებელი ქალაქი იმიტომ რომ სუდაპყრობა იყო მე იყო მრავალეროვანი ქალაქი ეს აი ვახუშტის უწერია კალას ყოველთვის არიან სპარსნი დაბლა ქალაქში ქვემოთა ქალაქში უმეტესად სომეხნი და ქართველი თუმცა სომეხნი ქართველთა ყოფით მაცხოვრებელი ქართველთაზე ისეთი ნაზავია ძალიან როგორ გითხრათ აი ხე საიათნოვა სომხური ლექსებია ქართული ასოებით დაწერილი და თურქული ლექსები სომხური ასოებით დაწერილი აი ეს კარგად გამოხატავს ამ ქალაქში როგორ იყო აწყობილი ცხოვრება მშვიდობიანობის დროს თორე ომის დროს რა თქმა უნდა ეს იყო უბედურება ეს იყო მძიმე ეს იყო გაქცევა აი ამ ახლომახალ სოფლებში მთებზე უფრო შორსაც ადამიანს არ მიწვდება ეს იყო ძალიან ხშირი მაგრამ რომ მიუბრუნდეთ ისე მოწყენილობის თემას გრიშაშვილის ქალაქი ყველაფერი არის მოწყენილის გარდა ეს ქალაქი არის როგორ გითხრათ და 50 წლით ადრე 40 წლით ეს არის ალბათ ყველაზე მოსაწყენი ქალაქი აი ეს უცნაურობა თუმცა სინამდვილეში ჩვენ რო დაუკვირდეთ თვალთ მასე არ არის ისე რომ კი მიუხედავად იმისა თბილისში არ არის რა ქვია არც კაფე შანტანები არც გასართობი ადგილები არც კონკა ტრამვაი რეკავს არაფერს არის ერთი ბეწო პატარა ადგილი რომელიც აღდგენას იწყებს დიდი უბედურებების მერე მაგრამ ამის მიუხედავად თბილისს აქ ორი ისეთი რაღაცა რაც რა ქვია გამოარჩევს მაგას და ხდის სულ სხვანაირს და ამ ქალაქის ხალისიც ეგ არის, კომედიაც ეგ არის, ტრაგედიაც ეგ არის და ყველაფერი. ეს ორი რაღაცა არის, ორი თბილისური ეგრე რომ ვთქვა ღონისძიება, ორი თბილისური ფესტივალი. ესენი არის, რა ქვია, ყენობა და თბილისის კრივი. აი, სანამ თბილისი გახდებოდა ძალიან მრავალფეროვანი ქალაქი და გასართობი ქალაქი, აი ეს ორი რამე იყო, რომელსაც ეჭირა ეს ქალაქი და იყო პატარა გასართობების, რომლებიც ახლა სოლომონ დოდაშვილს და რა ქვია ნიკოლოზ ბარათაშვილს და მე არც ილია ჭავჭავაძეს არ მოეწონებოდა რა თქმა უნდა ეს იყო რა ქვია ილია რო ამბობს ეს თბილისიო კაცო გული არ მიდგება იქა ხო ჩვენიაო ისტორიით სულით ნაკებობით ეკლესიით ამ მონდომებით მსხვერპლით რომელიც ამ ქალაქისთვის გავიხეთ მაგრამ აი მაინც უცხოა ჩვენი არ არის რა ქვია იყო ესეთი დრო ამ თბილისში რო ვთქვათ რა ასე იყო რას ვამბობ ის არ მოძა მამლების ჭუბი ახლა ეს იყო დუქნების წინა გასართობი ძალიან ისეთი რა ქვია ამაზე პულსდებდა ხალხი და ესა და მამლების გამოსდა ვიცი ჩვენ ახლა თემ სოფლოში მოდებული ამბავი და არც თბილისში არ იყო რა ქვია უცხო მაგრამ უფრო სერიოზული თბილისში იყო ყოჩებით შეჯიბრა ეს ყოჩები ყავდათ ახლა ხო ის ერკემალი და ზდიდენ პურზე დაბმულს, გაავებულს, რქებს უქლიბავდნენ, რაც განსაკუთრებით მტკივნეულია და დიდი დამალული ყავდათ ხოლმე. ესენა ჯაჭვით დაყავდათ. იყო ეს რა ქვია ასეთი მეთოდით რა ქვია ამას გაზდის, იმიტომ რომ ამაზე ფული იდებოდა რა თქმა უნდა და ეს იყო გასართობი. ამასაც განსაკუთრებული ადგილი არ უნდა შუა ქალაქი ხდებოდა პირდაპირ. რამდენად იყო ღია ეს ამას შეუღებავდნენ ხოლმე ინით შუბს რა ქვია წითლად თვითონ აგრესიის და მისის ამინაზე კი ერთი გამოთქმა არის
სად დაიკარგე წვერიანი თქვა შეგიღებავს ეს თბილისური გამოთქმა ისე ჩვენს პარსელები და აღმოსავლეთ ხალხი წითლა და ქართველებშიც იყო ეს მოდა აი ხანს, მაგრამ მე უკვე პარსვარო შემოვიდა ქალაქელობაში რაღაცა სხვანაირ ეს შეღება აღარ იყო აღარც კარაჩუღელებში აღარც ხელოსანთა ვიღაცა რო შეიღებოდა ერთ ხვინებოდა და არა ჩანდა ხოლმე ახლა არამარ მოეზდებოდა მოიპარსა და ამიტომ ეს გამოთქმა ესეთი არსებობს არა ჩანხარ ინით ხوار შეგიღებავს თავი რა რო თქვა ჩვენებო გაკრასკული ხوار დადიხარო რაღაცა ესეთი პატარა გასართობები იყო ეს რა თამაშებიც რაღაცა ეს მაინც არ ქმნიდა ისეთ ამინცო რაღაცა დიდი აი ქალაქური რომ დავარქვათ სუბკულტურა რაღაცა ყოფილიყო. ვინ იყო ამის გამხორცელი? ამის გამხორცელებელი იყო უბრალო ხალხი. ყანაჩუღელები, ანუ ხელოსნები, ანუ სხვანაირად რო ვთქვათ, ამქრის ხალხი. წვრილი ვაჭრები, იმიტომ დიდარი ვაჭარი ამას აღარ ადრულობდა. აი ეს დუქნის ხალხი, მედუქნეები, ასე შემდეგ და რა თქმა უნდა, კინტოები, რომლებიც იმ ძველ თბილისში არ არსებობდნენ რუსეთამდე რო იყო და არც თბილისში პირველ ნახევარში დიდად ხედავთ მაგათ. ეს არის უკვე ასე რომ ვთქვათ, პირველი კაპიტალიზმის შვილი არის კინტო და იმის თბილისში მოსახლეობა მომრავდა დასავლეთ საქართველოს, სპარსეთიდან, რავი, საიდან აღარ მოდიოდა ახლა. ეს კინტო არის იმის შვილი, გრიშაშვილს ესე აღხსნილი რომ ეს კინტოების მთავარი საქმე იყო თაბახით, სიარული თაბახი თავზე თევზი, ახალი ხილი, მოკეთ იმ დღის პროდუქტი დაქონდათ ქალაქში, რომ ქალაქის მოსახლეობა რო იზარდა, შესაბამისად ამ ყველაფერზე მოთხოვნილება იყო არა და ეს არის სახში პროდუქტის მომტანი კაცია თავის პირველადი გაგებდა. ტო სომხური სიტყვა ბიჭს ნიშნავს. გრიშაშვილს აღხსნილი ეს როგორც კინძი კინძზე თაბახის ანუ კისერზე თაბახის დამდები, ამიტომ აქედან მოდის ეს კინტო. არის მეორე თითქოს ამ სიტყვის რაღაცა ვარიაცია და ვარიანტი კუდიანს ნიშნავს. ეს კუდიანი უფრო პოეტური, ასე რომ ვთქვათ, შედარება, ამიტომ რომ კინტოების აქვე დღეს მაგ სიტყვა მენტალიტეტი ქვია რა. ხასიათის გამო კინტო არის ძალიან ესეთი განსაკუთრებული და უცნაური ხასიათი. ხო ვიცით, გრიშაშვილს აქ ესე დაპირისპირებული ყარაჩუღელი და კინტო. ყარაჩუღელი როგორც ქალაქის კეთილშობილება, სინდის ნამუსი, პატიოსნება, გარეგნობით, მოქცევით, ჭუბშიც, ყველაფერში სხვანაირი აგებულება, ტანსაცმელი, ეს წითელი საყელო შავ სამოსზე გადაშლილი ეს ტოშლუღი დაკერებული, აქ ავერცხლის ჭიბუხი ვერცხლის კამარში და სიტყვა პასუხი დამთმობის დილობიანი, აი ეს რა ქვია სპარსული ყაიდის ლექსის და სიმღერის მომსმენი, თქვენი თუნგი ღვინო. კინტო ვინაღავს, კინტო ყავს, რომელიც 8 ენაზე ამბობს ერთ ლექსს, რა ქვია, აი დაახლოებით ჩვენ ცნობილი გამოთქმა რა ქვია, ეს საბოჟნიკმა პერეულოგში პატინგებ დააპაჩინგა, აი ეს არის კინტოს ენა, ასე რომ ვთქვა. ეს არის და ამავე თბილისის ენა, ეს არ არის ეს ამ სოციალური ფენის არის, მაგრამ ეს ენა იმდენად აი რუსეთის იმპერიის ქალაქებში ამას ერქვა ვაგზლისპირა ლექსიკა, ასე რომ ვთქვა. ეს არის კინტოს ლექსიკა, მაგრამ დამატებული რა ქვია აი თბილისს აქ რაღაცა უხამშობა და უხეშობა თავის იმაში, იმიტომ ეს აქვთ ასეთ ქალაქებს, რომლებშიც ამდენი კულტურა ირევა და სულ არის არამშვიდი მდგომარეობა. იქ იუმორი ცოტა სხვანაირია, ქუჩის იუმორი უხეშია, ყოველთვის რაღაც არის. სექსზე დაწოლა ცოტა შეურაცხყოფილი. ამის გამომხატველი სწორედ არის კინტო. ხე კინტო არ არის აუცილებელი მთელი ცხოვრება რომ თაბახი. ეს თაბახი ზოგჯერ იმდენი ფული მოქონდა ამ თაბახს, რომ კინტო მე მედუქნეები ხდებოდნენ. მე მათშიც იყო ბევრი ესეთი ხასიათი, ხა ხშირად ვერ გაიგებ თბილისში ესე იყო. ვისკი აი კაც ხან ყარაჩუღელს ეძახდნენ, ხან კინტოს. თავის პოზიციით თქვა ეს იყო უბრალოდ მედუქნე და ქალაქელი კაცი და მუშტის კაცი იმ ფენაში თქვა აი აბრაგუნე რო იყო ესეთი ცნობილი დიდუბეში მოკლეს მე ეს მედუქნე იყო, მაგრამ იყო თან როგორ გითხათ მაშინ და ჭკუა ეკითხებოდა საქმის გამრჩევ ივერიაშიც კი ეწერა აბრაგუნე მოკვდავდა 5000 კაცი მივიდა, მაგრამ 4 მარტო თუ რამდენი არც მახსოვს 8 სამგლოვია რომ დასთა მიუძღოდა წინ რა. აი თბილისში ასე თქვათ ასეთი ამ ტიპის გასვენებები არსებობს, ასეთი ხალხის. ამიტომ ჩვენ რო გვიყვირს დღეს რაღაცები აი ამ თბილისთან დაკავშირებით და აი ამ სოციალურ ამას
აქ უკან ღრმა საფუძველი აი ამ აბრაგუნეების და ჩვენს გვიკვირს რომ მე-20 საუკუნეში რატომ მოხდა რომ ინტელიგენტებს უყვარდათ ისინი რაღაცა კურდები მეგობრობდნენ ეს საბჭოთა ხელისუფლებამ საცა გრიგოლ ორბელიანი ლექსებს უძღვნის ლოპიანას რომელიც ასეთ მედუხნე იყო და მე მუშტე და კიდე საერთოდ მედუხნეები ითვლებოდა რომ შავ საქმესაც აი არსენა ყაჩაღი იყო მედუხნე მაგალითად ხვის სახელით და გვარი და ანუ ამიტომ აი ეს ხალხია ეს ხალხი ამ ხალხში არიან თავისი პოეტები ხალხი ამათ ყველაფერი თავისი აქვთ იმ თბილისთან რომელიც შენდება და რომელიც რა ქვია აი სოლოლაკი ვილები თელი ამბავი ვიტრაჟები აქეთ გამოგრძელება ამხელა გამზირი ვერამდე მოსული ამასთან ამ ხალხს არანაირი კავშირი არ აქვს გარდა იმისა რომ წაიყვან კედელში აღებია არანაირი ამ ხალხს ყველაფერი აქ თავისი და შესაბამისად ამ ხალხის დღესასწაულები იყო ამ ხალხის კარნავალები იყო ყენობაც და კრივიც რომელსაც ვეცდები რომ მე კიდე მოგიყვანო